ძალიან მოკლედ პასუხს გავცე. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო დარეკეთ სტუდიაში და შემოგვეხმიანეთ და მართლაც და ჩვენი პარტია, ჩვენი ორგანიზაცია, პოლიტიკური გაერთიანება თავისუფალი საქართველო, ჩვენი ლიდერი ბატონი კახა კუკავა პირველი იყო იმათგან, ვინც თქვა და დაადასტურა ის, რომ ჩვენ ვართ თანახმები ერთმანეთთან თუ არ შედგავთ თქვათ რაღაც კოალიცია და თუ გაერთიანება, ერთმანეთს მაინც არ დაუპირისპიროთ კანდიდატები. დღესაც აი მე აქ პოლიტიკური საბჭოს წევრი ვარ ამ პარტიის და ვადასტურებ. ჩვენგან ამასთან დაკავშირებით არის მზაობა და მინდა ერთი პატარა მიმართვა გავაკეთო. არ ვიცი და მინდა აი ჩემს მსმენელს, ჩვენს მსმენელს, მაყურებელს, ჩვენ საზოგადოებას უთხრა. მე არ ვიცი, როდესაც სტალინი და ჩერჩილი ეს ორი რადიკალურად განსხვავებულმა ადამიანმა მოახერხა ფაშიზმის წინააღმდეგ რაღაც საერთო სტრატეგიით, საერთო ძალებით მიმართვა, საერთო ძალების მიმართვა აი ამ მოლაპარაკების მაგიდას რაღაც საერთო გამონახეს. მაშინ როდესაც ახლა ჩვენ ვიცით სხვადასხვა სახელმწიფოები, სხვადასხვა ინტერესები, სხვადასხვა ღირებულებები, სხვადასხვა ფასეულობები. ნუ თუ რა გვჭირს ჩვენ ქართველებს ისეთი, მე არა მაქვს ახლა რაღაც იქ ბჭყალებში ოპოზიციონერებზე საუბარი. ის რეალური ოპოზიცია, ნუ თუ არ შეიძლება რომ დავსხდეთ ერთად და თუ მაინც და მაინც კაი კი ბატონო ერთ კოალიციაში და რაღაცაში წინააღმდეგი ხარ. ნუ შევალთ კანდიდატებს მაინც ნუ დაუპირისპირდებთ. იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ მაგალითად თვითმმართველობის არჩევნები, გასული საპარლამენტო არჩევნები, გნებავთ საპრეზიდენტო არჩევნები. ეს ხალხში სულისკვეთებას კლავს, სპობს და არ ვიცი მიმართ, აი ბატონ ბიძინა ივანიშვილს მიმართავ. არ ვიცი ის მაინც მოახერხოთ, ის მაინც შევქმნათ. რეგიონში ესეთი მდგომარეობაა. ჩვენ თუ იქ მოხდა და ჩვენ დაუპირისპირეთ კანდიდატები, ვერც ერთ რეგიონში ხაზგასმით ვიძახი, ვერ მოიგებთ. ორ რეგიონში მოიგებთ. დანარჩენი რეგიონები ეს ამდენი ათეული რეგიონები. კარგი, დიდი მადლობა ბატონო გიორგი, ჩვენი საერთო დრო